საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენი გაკვეთილის თემა არის ნიუტონის პირველი კანონი და ათვლის ინერციული და არაინერციული სისტემები. ჩვენ უკვე შევისწავლეთ წინა გაკვეთილებში მექანიკის საფუძვლები, შევისწავლეთ დინამიკის საფუძვლები, ვიცით მოძრაობა, ვიცით რა არის ძალები. მოდით ახლა უფრო დაწვრილებით შევეხოთ მექანიკის და დინამიკის იმ საფუძვლებს, რაზეც არის აგებული კლასიკური მექანიკა. განვიხილოთ ესეთი მაგალითი, ძალიან მარტივი და უბრალო. ავიღოთ რაიმე სხეული, რომელიც დევს უძრავად რაიმე ზედაპირზე. ვთქვათ, მაგიდის ზედაპირზე დევს რაღაცა სხეული. ვთქვათ, წიგნი. ეს წიგნი უძრავი არის. უძრავი არის იმის გამო, რომ მასზე მოქმედი ძალები არის კომპენსირებული. ანუ მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი არის ნულის ტოლი. ჩვენ ვიცით უკვე რა არის ძალა. ძალა არის ერთი სხეულის მიერ სხვა სხეულზე ზემოქმედება. ანუ აი ამ სხეულზე, რომელიც დევს უძრავ ზედაპირზე, სხვა სხეულების მოქმედება არის კომპენსირებული, ერთმანეთს აბალანსებს. ამის გამო ეს სხეული დევს უძრავად ზედაპირზე. რაღაც ზედაპირზე. იმისათვის, რომ ეს სხეული გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან, რომელსაც დავარქვათ წონასწორი მდგომარეობა, საჭიროა მასზე ვიმოქმედოთ რაღაცა ძალით, ანუ მასზე მოხდეს ზემოქმედება. ზემოქმედების გარეშე ეს სხეული რაგინ დიდხანს იქნება თავის ადგილას, არ შეიცვლის მდებარეობას. რატო ხდება ასე? ამას აკვირდებოდა დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ ბერძენი მეცნიერი 2000 წლის წინ არისტოტელე და გააკეთა ასეთი დასკვნა, თუ სხეულზე არაფერი არ მოქმედებს, ეს სხეული უნდა იყოს უძრავი. ცხადია, ეს ეჭვს არ იწვევდა არც მაშინ, არც იმის მერე კარგა ხნის განმავლობაში. სხეულზე თუ არაფერი არ მოქმედებს, ეს სხეული არის უძრავი. კი ბატონო, დაუშვათ, ასე არის და დაუჯეროთ არისტოტელეს. ესე იგი, სხეულზე თუ არაფერი არ მოქმედებს, ანუ ფიზიკის ენით რო ვთქვათ, სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი არის ნულის ტოლი, ეს სხეული არის უძრავი და რაგინ დიდხანს იქნება უძრავი. ამ დებულებაში, რომელიც დიდი ხანი დომინირებდა და რომელშიც ეჭვი არ ეპარებოდა დიდი ხნის განმავლობაში, საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ რამდენიმე 1000 წლეულის მერე, 2000 წლეულის მერე ეჭვი შეიტანა გალილეო გალილეიმ. უпроსტად მან განაზოგადა ეს დებულება, რომელიც ჩამოაყალიბა თავის დროზე არისტოტელემ. მაგალითად, განვიხილოთ ახლა სხვა მაგალითი. მივდივართ მანქანით, ან მიდის მანქანა თავისთვის გზაზე, ძღოლს მიყავს მანქანა. ამ მანქანაზე, როგორც ვიცით, მოქმედებს წინააღმდეგობის ძალები. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა და ასფალტის საფართან წინააღმდეგობის, ანუ ხახუნის ძალა. თუ ჩვენ ამ ორ ძალას ან წინააღმდეგობის ძალებს ზოგადად დავაკომპენსირებთ, დავაბალანსებთ, ანუ მათი ჯამი ამ მანქანის წევის ძალის და წინააღმდეგობის ძალების ჯამი იქნება ნულის ტოლი, ეს მანქანა სიჩქარეს არ შეიცვლის, იმოძრავებს რაგინ დიდხანს აი ერთი და იგივე სიჩქარით. ანუ თუ დაუკვირდებით ახლა იგივე კანონს ან იგივე დებულებას, რაც ჩამოაყალიბა თავის დროზე არისტოტელემ, შეიძლება უფრო განვაზოგადოთ, რაც გააკეთა გალილეო გალილეიმ. ის აკეთებდა, ატარებდა სხვადასხვა ცდებს. ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტატორი იყო ფიზიკაში გალილეო გალილეი და ასეთი და ეს მოუვიდა აზრი. მას შემდეგ რაც აკვირდებოდა სხეულთა მოძრაობას. თუ სხეული მოძრაობს დაღმართზე, მისი სიჩქარე მატულობს. თუ სხეული მოძრაობს აღმართზე, მისი სიჩქარე კლებულობს. მან ძალიან კანონზომიერად გააკეთა ასეთი დასკვნა, რომ თუ სხეული მაშინ სწორ გზაზე იმოძრავებს, მისი სიჩქარე არ უნდა შეიცვალოს. და ეს საკმაოდ დიდი მიახლოებით მართლაც ასე არის. თუ სხეული იმოძრავებს სწორ გზაზე თანაბრად, ესა თანაბრად იმოძრავებს იმ შემთხვევაში, თუ მასზე სხვა ძალები არ იმოქმედებს, ანუ ძალების ზემოქმედება ერთმანეთს დააბალანსებს, ანუ იქნება კომპენსირებული. ამის შედეგად გალილეო გალილეიმ შეიტანა კორექტირება არისტოტელეს დებულებაში, რომ სხეულზე თუ ძალები არ მოქმედებს, ეს სხეული თუ იყო უძრავი, დარჩება უძრავი, ხოლო თუ მოძრაობდა რაღაცა სიჩქარით, გააგრძელებს იგივე სიჩქარით მოძრაობას, სანამ რაღაცა დამატებითი ძალა არ გამოიყვანს მას ამ მდგომარეობიდან.
ანუ სანამ ტოლქმედის ნულთან ტოლობის პირობა არ დაირღვევა. თუ ძალების ტოლქმედი იქნება ნულის ტოლი, ეს სხეული იმოძრავებს იგივე სიჩქარით, რაც მას გააჩნდა. ეს არის ის ინერციის კანონი, ასე დაარქვეს მას, რომელიც განაზოგადა არისტოტელეს დებულების საფუძველზე გალილეო გალილეიმ. გალილეის შემდეგ ნიუტონმა კიდევ უფრო დააკონკრეტა ეს დებულება და დაუშვა ასეთი ვარიანტი. ეს სხეულის სიჩქარეს არ შეიცვლის გასაგებია, მაგრამ სიჩქარე ყოველთვის განიხილება რაღაც სხეულების მიმართ. ანუ შეიძლება არსებობდეს ისეთი ათვლის სხეული ან ათვლის სისტემა, რომლის მიმართაც ეს პირობა შესრულდება, შეიძლება არსებობდეს ისეთი ათვლის სისტემა, რომლის მიმართაც ეს პირობა არ შესრულდება. ამის საფუძველზე ნიუტონმა განაზოგადა ეს გალილეის ჩამოყალიბებული დებულება და უფრო ზოგადი და უფრო ზუსტი გახადა ის. ნიუტონის მიხედვით ინერციის კანონი, ან ნიუტონის პირველი კანონი, რომელიც შემდეგ ასე ჩამოყალიბდა, ანუ ასე დაერქვა მას ნიუტონის პირველი კანონი, იგივე ინერციის კანონი, ასეთი სახით არის ფორმულირებული. არსებობს ათვლის ისეთი სისტემები, რომელთა მიმართაც სხეული, რომელიც ასრულებს გადატანით მოძრაობას, ინარჩუნებს თავის სიჩქარეს, თუ მასზე სხვა სხეულების, ანუ სხვა ძალების მოქმედება კომპენსირებულია. ეს არის ნიუტონის პირველი კანონი, იგივე ინერციის კანონი. უფრო მარტივად რომ შევხედოთ მას, ნიუტონის პირველი კანონი ნიშნავს, რომ თუ სხეულზე ძალების მოქმედება კომპენსირებული, ანუ სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი არის ნულის ტოლი, ეს სხეული სიჩქარეს არ შეიცვლის. თუ ის იყო უძრავი, დარჩება უძრავი, თუ მოძრაობდა რაიმე სიჩქარით, გააგრძელებს იგივე სიჩქარით მოძრაობას. ეს ნიუტონის პირველი კანონი შემდეგ კიდევ უფრო განაზოგადა აინშტაინმა, რომელმაც ასეთი სახე მისცა ერთ-ერთ ფუნდამენტურ კანონს, აინშტაინის კანონს, რომ ათვლის ინერციულ სისტემებში არა მარტო მექანიკის, არამედ ბუნების ყველა კანონი ერთნაირად სრულდება. ესე იგი ის დებულება, რომელიც ნიუტონმა ჩამოაყალიბა მექანიკისთვის, აინშტაინმა განაზოგადა ბუნების ყველა კანონისათვის, ანუ ათვლის ინერციულ სისტემებში ბუნების კანონი ყველა ერთნაირად მიმდინარეობს. ესე იგი, მოდით კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ და მას ჩამოვაყალიბოთ ნიუტონის პირველი კანონი. სხეულები ინარჩუნებენ სიჩქარეს, თუ მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი არის ნულის ტოლი და ეს პირობა სრულდება ათვლის ინერციულ სისტემაში. თუ ეს პირობა არ შესრულდა, ესე იგი ეს სისტემა არ არის ინერციული სისტემა. ახლა რა არის ათვლის ინერციული სისტემა? ათვლის ინერციული სისტემა ისევ ნიუტონის პირველი კანონიდან შეგვიძლია განსაზღვროთ. ანუ თუ რომელიღაცა ათვლის სისტემაში სხეულის სიჩქარე არ იცვლება იმ დროს, როდესაც მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი არის ნულის ტოლი, ეს ათვლის სისტემა არის ინერციული. ხოლო ნებისმიერი სხვა ათვლის სისტემა, რომელიც მოძრაობს თანაბრად ამ ათვლის ინერციული სისტემის მიმართ, ასევე არის ათვლის ინერციული სისტემა. ანუ აჩქარება არ უნდა გაარჩნდეს ათვლის ინერციული სისტემის მიმართ ამ სისტემას და ისიც ჩაითვლება ინერციულ სისტემად. მაგალითად, ასეთი მაგალითი რომ განვიხილოთ, აი ჩვენ თუ ვზივართ მატარებაში, რომელიც დიდი სიჩქარით მიდის და უცბად მატარებელმა დაამოხრუჭა. ჩვენ ცხადია გავაგრძელებთ ინერციით მოძრაობას, თუ სავარძელში ვიჯექით, შეიძლება საერთოდ გადმოვარდეთ სავარძლიდან და გადავარდეთ წინ. ანუ ამ დროს ჩვენზე არავითარმა ძალამ არ იმოქმედა, მაგრამ ჩვენ მატარებლის მიმართ ამოძრავდით აჩქარებულად, ანუ მუდმივი სიჩქარით არ გავაგრძელეთ მოძრაობა. ესე იგი, ამ შემთხვევაში მატარებელი არ ყოფილა ათვლის ინერციული სისტემა. ათვლის ინერციული სისტემა არის ის სისტემა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომელშიც სხეული ინარჩუნებს თავის სიჩქარეს, როდესაც მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი არის ნულის ტოლი. ეს არის ნიუტონის პირველი კანონი. აგერ დაფაზე გვაქვს მოკლედ ჩამოყალიბებული აი ამ გაკვეთილის თემა ისტორიული განვითარების სახით. არისტოტელემ, როგორც გითხარით, ჩამოაყალიბა ასეთი დებულება, რომ სხეულის სიჩქარე არ იცვლება, თუ მასზე არ არის ზემოქმედება, ანუ ძალების ტოლქმედი, მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი არის ნულის ტოლი. ანუ F არის ნულის ტოლი.
გალილეიმ დაუმატა, რომ სხეული შეიძლება იყოს უძრავი, მაგრამ შეიძლება მოძრავდეს მუდმივი სიჩქარით, თუ ძალების თოლქმედი არის ნულის ტოლი. ამას ნიუტონმა დაუმატა, რომ ეს პირობა შეიძლება შესრულდეს ზოგიერთ ათვლის სისტემაში, რომელსაც ეწოდებათ ათვლის ინერციული სისტემა. თუ ეს პირობა არ სრულდება, ეს სისტემა არ არის ათვლის ინერციული სისტემა და ამას აინშტაინმა კიდევ დაუმატა უფრო ზოგადი კანონი, რომ ათვლის ინერციულ სისტემებში ბუნების ყველა კანონი ერთნაირად მიმდინარეობს. აი ეს არის ყველაფერი ნიუტონის პირველი კანონისა და ათვლის ინერციული და არაინერციული სისტემების შესახებ. გმადლობთ ყურადღებისათვის.